7 თებერვალს სტუდიო არტ გალერეაში ცნობილი მხატვრის როლანდ დუმბაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2008 წლიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები როგორც მხატვრის პირადი, ისე კერძო კოლექციებიდან. იქ, სადაც სიყვარულია, ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც 40-მდე ნამუშევარს აერთიანებს. ყველა ნამუშევრებში იგრძნობა სიყვარული. ყველა ნამუშევრებში დაწყებული მარცხნიდან დაწყებული მარჯვნივ, სულ ყველა იმას თქვათ მომავლის მოლოდინში. ეს არის სიყვარული იგივე, რომელიც ელოდება შვილის გაჩენას. ასევე არის ყველა სურათები სიყვარულის თემაზე. როლანდ დუმბაძის სამხატვრო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. სხვადასხვა პერიოდში არაერთ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და ჩეხეთში. მხატვარი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საზღვარგარეთ და სამშობლოში 2008 წელს დაბრუნდა. საქართველოში ეს მისი მეექვსე პერსონალური გამოფენაა. მის ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი რელიგიურ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს უკავია. მე საერთოდ ალბათ 19-20 წლის ვიქნებოდი, 21 წლის, რომ დავინტერესდი ამ თემით, ხო და მე უკვე როდესაც აკადემია დავამთავრე და იმას მე უკვე სერიოზულად დავიწყო მაგაზე ფიქრი და მქონდა ბევრი ნამუშევრები მქონდა მე რელიგიურ თემაზე. იცით რა, მე პირველ რიგში შობა როცა დავხატე მე შობას, მე გამიჩნდა სურვილი, რომ მივყოლილიყავი და დავიხატა აღდგომა ჯერ ჯვარცმან ქრისტესობა, ჯვარცმან მინდოდა მაინც როგორი გაჭირვებით რომ ჯვარი მიართავის და ძიმე ჯვარი ქვია ისედაც ნამუშევარს. და მე უკვე აღდგომაზე იმას გადავედი. მუსაობის პროცესი სასიამოვნო ის არის, იცით, რთული იმდენად არ არის, რამდენადაც სიამოვნებს უკვე იმის კეთება და საერთოდ ყველა ნამუშევრის დახატვა სიამოვნებს, მაგრამ ამაზე განსაკუთრებულად რაღაც ისეთი გამიჩნდა სურვილი, რომ ეს რაც შეიძლება უკეთესი გამოვიდეს, რაც შეიძლება კარგი გამოვიდეს და რაც შეიძლება უფრო ახლოს სახარებასთან, ბიბლიასთან ყველაფერი და რა ვიცი, ვეცადე და ეს გამოვიდა. ფუნჯი და ტილო მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია. ინდივიდუალური ხელწერითა და ინტენსიური ფერთა გამით მხატვარი სიყვარულზე გვიყვება. სწორედ სიყვარულის ძალით იგი აცოცხლებს და ამეტყველებს ტილოზე გამოსახულ პერსონაჟებს. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მამას მიერ შესრულებული, დაგროვებული მრავალი წლის მანძილზე ნამუშევრები, როგორც კერძო კოლექციებიდან, ასევე პირადი კოლექციიდან. ალბათ ნახავდით ნამუშევრებში, როგორი სიყვარულია ჩადებული თითოეულ ნამუშევარში, გაცოცხლებულია ეს პერსონაჟები ამ სიყვარულის ძალით და ზუსტად ეს სიყვარულია, რაც დახვდება დამთვალიერებელს ამ საგამოფენო სივრცეში და სათაურიც ამ გამოფენის სწორედ ეს არის იქ, სადაც სიყვარულია, ველოდებით ყველას, ვისაც ხელოვნება აინტერესებს. გამოფენა 7 თებერვალს სტუდიო არტ გალერეაში 19 საათზე გაიხსნება. დამთვალიერებლები ნამუშევრების ხილვას 9 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ. ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო უმასპინძლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრეს-კონფერენცია გაიმართა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საქართველოს ნაკრები გუნდი წარადგინა და მათ ფესტივალში წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალში სპორტის 8 სახეობა
განმავლობაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან 3 სახეობაში 8 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. სპორტსმენთა სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია 16 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება. დღეს ჩვენ შევგრებით ჩვენი სპორტსმენები, რომლებიც გამოვიდნენ ახალგაზრდულ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ზაფხულის ევროპული ფესტივალი 2015 წელს ძალიან მაღალ დონეზე და ჩავატარეთ 2025 წელს ბაკურიანი, თბილისი, ბათუმი. ყველა ობიექტი გაკეთებულია, მაღალ დონეზე შესრულებული და ჩვენი სპორტსმენები საერთოდ 8 სახეობა მიიღეს მონაწილეობას, ჩვენ მივიღეთ 3 სახეობაში მონაწილეობას 8 სპორტსმენით და უსურვეთ წარმატება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ღონისძიების ჩატარება ერთი და მეორე ის, რომ მოვიზიდოთ მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ზამთრის სახეობაში, რამე თუ მოთხოვნა არის ძალიან დიდი. მე ვარ სამთო მოთხილამურე, ჩვენი გუნდი შედგება 6 კაცისგან, 2 გოგო, 4 ბიჭი და ვფიქრობთ, რომ საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ შედეგი ვაჩვენებთ. ადამიანი დღეში 50-დან 100-მდე თმის ღერს კარგავს. სპეციალისტების მოსაზრებით თმის ცვენა დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან. ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, რომლის თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია. ასაკი, წონის მნიშვნელოვანი კლება, სტრესი და არაჯანსაღი კვება, რადგან ნაკლები რაოდენობის კალორიების მიღებამ შესაძლოა თმის მნიშვნელოვანი ცვენა გამოიწვიოს. თმის შეთხელების მიზეზი შესაძლოა გახდეს ვარცხნილობებიც. ხშირ შემთხვევაში ცვენას ხელს უწყობს თმის უთოს მაღალ ტემპერატურაზე გამოყენება. სპეციალისტების განცხადებით, ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტიც. ადამიანები თმის ცვენას სტრესის დროსაც განიცდიან, თუმცა ეს პროცესი დროებითია. სპეციალისტები თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს ურჩევენ სავარცხლის სწორად შერჩევას, ნიკოტინის მიღების შეწყვეტას და სკალპის რეგულარულ მასაჟს. მათი განმარტებით, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის მიღება და დღეღამეში 7-8 საათი ძილი.